როგორი мама ნიკოლოზ დერიუკინი? ჩაოლებრო. ერთადერთი განსხვავებით რომ მამი ხოლმე ნორმალური არიან სიმაღლე და მე ცოტა მაღალი ვარ სიმაღლეში. ნუ რა თქმა უნდა იქ ხუმრობაა, მაგრამ ყველა მამები რა თქმა უნდა მამებია შვილებისთვის და კარგები არიან და მე მგონი არ ვიცი მეც ვარ ეგეთი უბრალოდ როგორც ყველა მამებს ერთი გული აქვს და მეც ერთი გული მაქვს, ახლა ორგულიანი არა ვარ, ერთი გული მაქვს და ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რაც ღმერთმა მოგცა ეს ყველაფერი ეს იმისთვის რომ არც ვიცი როგორ თქვა, როგორც მამა იყოს შვილთან, ესე ვარ მე როგორც ყველა იგივე მე ახლა ძალიან განსაკუთრებით რაღაცა ძალიან სასწაული მამა ვარ მე ახლა. რასაც გიყურებთ ბატონო ნიკოლოზ, დარწმუნებული ვარ რომ სიმკაცრე შორს იქნებოდა თქვენგან. კი. იცით რა არის? სიმკა რა არის, რა დავაკვირდე მე ყველასთან ბევრი მითამაშია მაღალ მოთამაშეებთან ახლა ткаченкосთან, ბელასთან და საბურნისთან კიდე ბევრი მაღალი მოთამაშეა და ვისაც შევეკით, მაინტერესებდა, იცით ახლა კალათბურთის გარდა ახლა ყველასთან ხო ხვდებით, მეგობრობთ, ლაპარაკობთ, საუბრობთ და ერთადერთი მე დავაკვირდი, მეთქი ნუ მე ვარ ესეთი როგორ თქვა, რბილი, გულით. იცით, სხვათა შორის ყველა მაღალები, არა ვისაც ჩამოვთვალე, ყველა ესეთი, ყველა არიან ესეთი, ხო იცით, ეთავდაბალი, რბილი, რაღაცნაირი, როგორ თქვა, იცით, ბუნჯულასავე თავართ რა. აი ხო იცით, ახლა შედარება პატარას გავა, აი დათვი რო არის, დათვს ზამთარში რო ემზადება დასაძინებლად, ხო იცით? აი ჩვენ ვართ ესეთი, აი დასაძინებლად და მაგრამ თუ გააღვიძებ, ეს უკვე ხო. აი როცა რაღაცა დააშავებდა შვილი. ამ შემთხვევაში როგორ იყო ხოლმე თქვენი რეაქცია? გაბრაზება, მოკლედ მინდა ვთქვათ, ჩხუბი თუ გჩვეოდათ და თუ დაგიჯდიათ ხოლმე. არა, არ დამიზია არასდროს, იმიტომ რომ და არც მქონდა ეგეთი მომენტი და მე ვერ ვიხსენებ, მაგრამ იცით რატო? იმიტომ რომ მე სულ გასვლა მქონდა, სულ თამაშები მქონდა, სულ ვარჯიშები ძირითადად. ჩვენ მე მაგალითად ჩემ თავს ვთვლიდი პროფესიონალ, ოფიციალურად ჩემ თავს არ ითვლებოდა პროფესიონალი, როგორც ამერიკაში ხო ოფიციალურ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ პროფესიონალები ვიყავით. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 7 საათი და 8 საათი დღეში რომ ვარჯიშობთ. ეს უკვე რაღაც სასწაულია რა, ეს ნამდვილად უკვე ჩვენ და სახში რა თქმა უნდა მოვდიოდით უკვე დაღლილი უკვე რა მაგდასამალი უკვე ბავშვთანაც უკვე ძალაც არ მქონდა, ოღონდ სადმე თავი დამიდოდა, უნდა დამეძინა რა. შემდეგი ვარჯიშისთვის რომ მომიზადა და უნდა მევარჯიშა. აი ამის თქვენი და მე შეიძლება არ გაწყობთ არა მაგაზე არ ვიფიქრებ პირიქით, მაგრამ რაც არის მე რეალური ხვები. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ამ მსგავსი ვიღაცა შეიძლება ვარჯიშით არ იყოს დაღლილი, მაგრამ სამსახურებრივად იყოს დაღლილი. გაზეთის რედაქტორი ვიყავი 4 წელი, ღამის 4 საათზე მოვდიოდი სახლში, შვილი არც მიცნობდა, მამა ვინ იყო არ იცოდა. ნუ გვიწევდა და გვიწევს ეგეთი მაგისგან არ დაზღვეული ადამიანი. აი შეკრებები ახსენეთ და ხშირად წასვლა ოჯახის გარეშე ყოფნა. ამ დროის კომპენსირებას როგორ ახდენდით მერე? აი როგორ ცდილობდით რომ თქვათ აი ცუდი სიტყვა შეიძლება, მაგრამ აი დანაშაულის განცდა ხო არ ქონდათ რომ დიდ დროს ვერ ატარებდით შვილებთან. აი როგორ ცდილობდით ამ ყველაფრის დაბალანსებას? ყველანაირად ცდილობდი რა პატარა ფანჯარას რომ დავინახავდი ხო, ან სადმე გავიყვანდი ან ქალაქგარეთ ან მე საერთოდ ბუნება მიყვარს. მამაჩემ მასწავლა კიდე ბავშვობიდან ანკესიდან მოგავა ხელში. ხო და თევზაობა მიყვარდა კიდე დასავლეთიდან ქუთაისიდან მოდის ეს გუბის წყალი, აბაშატე, ხურა, ყველა ფოთამდე ჩავდიოდით. და ეს უკვე ცალკე ისტორია, ეს ახლა შორს წაგიყვანს. და ვცდილობდი რომ შვილიც ამ იმაში მივაჩვიო რა, ერთი ორჯერ კი, მაგრამ მე ნერვები არ იყო, კი ჯოხი გამიტეხა, ანკესი გამიტეხა, არა მამა მე არ მინდა დამანებით, შენი თევზაა, რამდენიც გინდაო და
ну მე სხვა ვერ მივაჩვი არა. ну ყოველ შემთხვევაში ვცდილობდით ხან პარკში წაგვეყვანა, ხან სადმე გარეთ გასეირნოთ, ხან ქალაქში ვსეირნოდით და ესე ვავსებდით რა, ესეთი ეგეთი სიტუაცია იყო.